ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული პარამეტრები პრემიერმა მთავრობის ხდომაზე გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით იანვრიდან ივლისამდე ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით. აქცენტი გაკეთდა ლარის კურსზეც, რომელიც ბოლო 7 თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა. პრემიერმა ისაუბრა ხარჯების ოპტიმიზაციაზე, საჯარო უწყებებში ხელფასების მატებაზე და კრიმინალთან ბრძოლაზე. მისი თქმით, ქვეყანაში ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა დაახლოებით 8-ჯერ არის შემცირებული, როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური კუთხით. თამარ თათარაშვილი უფრო დეტალურად გაგვაცნობს პრემიერის მთავარ გზავნილებს. თამარ, გისმენთ. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის ხდომაზე ისაუბრა იმ ეკონომიკურ პარამეტრებზე და მაჩვენებლებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქსირდება. მაგალითად, იანვარ-ივლისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც მთავრობის მეთაურის განცხადებით არის დამსახურება სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა. ეს ყველაფერი კი ირაკლი კობახიძის განცხადებით აისახა მათ შორის ლარის კურსზე, რომელიც ბოლო 7 თვის განმავლობაში გამყარდა 15 თეთრით დოლართან მიმართებით და გარდა ამისა, ეკონომიკური პარამეტრების შედეგად დადებითი ტენდენციების შედეგად ეროვნულმა ბანკმა შეძლო, რომ შეევსო სავალუტო რეზერვები და აქაც ფიქსირდება რეკორდული მაჩვენებელი. 1,3 მილიარდი ამერიკული დოლარით შეძლო ეროვნულმა ბანკმა საკუთარი რეზერვების შევსება, რაც მთავრობის მეთაურის განცხადებით არის დადებითი ტენდენციების ეკონომიკური პარამეტრების შედეგი. ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არ მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. როგორც მოგეხსენებათ, სავალუტო ფონდმა დაახლოებით 1 თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,2%-მდე და ფიქრობთ, რომ არსებული ტემპები ჩვენ შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო 7 თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც არის ბუნებრივია მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინება და ეროვნულმა ბანკმა მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვები 1,3 მილიარდი დოლარით გაზარდა, რაც არის სარეკორდო მაჩვენებელი. აგვისტოს ჩათვლით სავარაუდოდ არსებული მონაცემების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბებს და წლოვანდელ წელს ამ კუთხით დავხურავთ სარეკორდო მაჩვენებლით. იმისათვის, რომ ჩვენ დამატებით შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების მაქსიმალურად ეფექტიანი, რაციონალური გამოყენება და როგორც მოგეხსენებათ, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გასული თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხო სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც მოქმედებს ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ. მთლიანობაში წლიურ ჭრილში ჩამური დანაზოგი შეადგენს 700 მილიონ ლარზე მეც სახელმწიფო საწარმოებზეა საუბარი. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ხარჯების ოპტიმიზაციაზე, ასევე იმ ცვლილებებზე, რეორგანიზაციაზე, რომელიც განხორციელდა არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, არამედ საჯარო უწყებებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ შორის სახელმწიფო საწარმოებში რეორგანიზაციის საკადრო ცვლილებების შედეგად 700 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, ასევე ეს ცვლილებები შეეხო საჯარო უწყებებს. ერთ-ერთი ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც საკადრო ცვლილებების შედეგად 2 მილიონ ლარზე მეტი არის დაზოგილი, რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, აქ საკადრო ცვლილებების შედეგად ხარჯების ოპტიმიზაცია 6 მილიონ ლარზე მეტი მოხერხდა. ეს ცვლილება შეეხო მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციასაც, სადაც დაზოგილი არის 2 მილიონ ლარზე მეტი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ისიც, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს მთავრობის ეფექტიანობის და მუშაობის გაუმჯობესებას. მინდა შედარებით დეტალურად მოგახსენოთ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში შეეხება კადრების ოპტიმიზაციას ენერგეტიკის სფეროში. მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ წლიურ ჭრილში 22,6 მილიონი ლარის დანაზოგი, რაც დამეთანხმებით არის შთამბეჭდავის შედეგი. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებას და ამ შემდეგ, ამ ნაწილში ჩამორმა დანაზოგმა შეადგინა 358,6 მილიონი ლარი.
აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებით და სწორი მიდგომით შესაძლებელია ხარჯეფექტიანობის თვისებრივად გაუმჯობესება. თქვენ წარმოიდგინეთ ეს თანხები, ეს არის წლიურ ჭრილში დანაზოგი, ეს თანხები ჩაბრუნდება ეკონომიკაში, რეალურად მოხმარდება ეკონომიკას, რეალურად მოხმარდება შესაბამის სახელმწიფო საწარმოების რესურსების გაძლიერებას. ორგანიზაცია განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქაც წლის ჭრილში დაიწუხა ჯამურად 2.651.000 ლარი. თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა ასევე რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია და აქ დანაზოგმა შეადგინა 6.463.000 ლარი, აქაც დამეთანხმებით, რომ შტაბ-შტაბი შედეგია და არა მხოლოდ არ შეასუსტებს ეს ყველაფერი შესაბამის სამინისტროების საქმიანობას, არამედ პირიქით ეს ოპტიმიზაცია ხელს შეუწყობს შესაბამის სამინისტროებს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი. ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად ჯამურად დაიზოგა 2 მილიონი ლარი. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ გაცხადებულ პოზიციაზე, პოლიტიკაზე, რომელიც აქვს ძალოვან უწყებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს კი არის ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ და ასევე ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. მთავრობის მეთაურმა დღევანდელ მთავრობის თომაზე მოიყვანა კონკრეტული ციფრების სტატისტიკა, ის ღონისძიებები, რომლის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო თვეების განმავლობაში ნარკოდანაშაულში ფიგურანტი და ბრალდებული პირები დააკავა. აგრეთვე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლის შედეგადაც ამოღებული არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გამახვილა იმ რეფორმაზე, რომლის შედეგადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების შემომტანი მთლიანად ხდება სახელმწიფო და არა კერძო სუბიექტები, რომლებიც მათ შორის ახორციელებდნენ ეგრეთ წოდებულ ჩანაცვლებით პროგრამას. ამ შემთხვევაშიც ეგრეთ წოდებული ჩანაცვლების პროგრამას მთლიანად არა კერძო სუბიექტი, არამედ სახელმწიფო განახორციელებს, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი მიმართული არის იქითკენ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოების უსაფრთხოება და საზოგადოების წესრიგი. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისმგებაში მიეცა 156 პირი. რეალურად საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომელთა დაკავება განხორციელდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის დაკავებული იქნა პასუხისმგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად და სწორედ ამის გამოხატულება ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ამან გამოიწვია ის, რომ რეალურად ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 8-ჯერ, რაც არის ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგი. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავ დარჩება ბუნებრივია ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ასევე თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ და ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაღალიბებლად. ეხება ორგანიზებულ დანაშაულს ბოლო სამ თვეში ქურთულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისმგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რო ავიღოთ, მაგალითად ჩარჩან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისმგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. ყველა მიმართულებით ჩვენ გვჭირდება უგომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ და ბუნებრივია მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას. დღევანდელ მთავრობის თომაზე სულ 7 საკითხი იყო განხილული. ამ წუთებში მინისტრთა კაბინეტის წევრები უკვე მედიის შეკითხვებს პასუხობენ. მადლობა თამარ თათარაშვილის საუბრობდა მთავრობის ადმინისტრაციიდან. ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული ღია მოწოდებები გრძელდება. ხაბეიშვილის შემდეგ განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები აკეთებენ. ანა წითლიძემ ვარდების რევოლუცია ახსენა და მოქალაქეებს მოუწოდა მომზადონ 4 ოქტომბრისთვის. ამ თარიღს რევოლუციის დღე დასახელებს სოციალურ ქსელში მურთაზ ზოდელავაც. მართლ გუნდში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ არავის მიეცემა უფლება ქვეყანაში არეულობა მოაწყოს და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები სისხლის სამართლის დანაშაულია. ანუკა ბუავა მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ანუკა.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები უფრო ხშირად იყენებენ სიტყვებს მშვიდობიანი დამხობა და რევოლუცია, მათ შორის როგორც ახსენეთ ერთ-ერთი იყო ანა წითლიძე, რომელიც მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ 4 ოქტომბერს ისინი გამოვიდნენ ქუჩაში და მაგალითად მოყავს ვარდების რევოლუცია. თუმცა ის არ არის ერთადერთი ლევან ხაბეიშვილის შემდეგ ახლა უკვე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი და კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ რევოლუცია არის მნიშვნელოვანი გავრცელებულ სტატუსში და შესაბამისად ეს გზავნილები ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრების მხრიდან უფრო მეტად აქტიურდება. რაც შეეხება თავად პარტიას, გუშინ ექს-პრეზიდენტის პარტიაში გაიმართა პოლიცსაბჭოს ხდომა, სწორედ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იყო მსჯელობა და როგორც ითქვა, მათ შეიმუშავეს ერთიანი გზავნილი და მესიჯი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, დღესაც გაკეთდა განმარტება ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც კიდევ ერთხელ თქვეს ის, რომ 4 ოქტომბერი არის გადამწყვეტი თარიღი და შესაბამისად ისინი ამტკიცებენ იმასაც, რომ არ იქნება პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული აქცია 4 ოქტომბერს, თუმცა მეორეს მხრივ მოუწოდებენ ნაციონალური მოძრაობის ცალკეული ლიდერები და წარმომადგენლები მოქალაქეებს, რომ გავიდნენ რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ფაქტი არის, რომ ამ ქვეყანაში აღარ არსებობს არც პარლამენტი, არც კანონები, არც სასამართლო, ამიტომ საზოგადოებას სხვა არაფერი არ დარჩენია, თუ არა გამოვიდეს ქუჩაში. მოუწოდებთ ჩვენს ხარდამჭერებს, ჩვენს პარტიის წევრებს, როგორც ყველა საზოგადოების წევრი მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის საპროტესტო ღონისძიებაში, ასევე ჩვენმა პარტიის წევრებმა, აქტივისტებმა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. მიზანი 4 ოქტომბრის არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. დიქტატორული რეჟიმი ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ხალხმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა აიღოს ძალაუფლება თავის ხელში. რა არის ნაციონალური მოძრაობის მიზანი? მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის თანაგუნდელებს სურთ ქვეყანაში არეულობა მოაწყონ და სწორედ ამიტომ იყენებენ მსგავს სიტყვებს მშვიდობიან დამხობას თუ რევოლუციას. დღეს სახელისუფლებო გუნდიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეახსენეს ისიც, რომ მსგავსი მოწოდებები თუ მათი გეგმები, რაზეც უკვე ღიად საუბრობენ, არის სისხლის სამართლის დანაშაული და ნებისმიერი კანონდარღვევა თუ გადაცდომა იქნება შესაბამისად კანონდარღვევაზე იქნება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. თავიანთი მხარდაჭერებს რაღაც გასამაგრებლად იგონებენ ახალ სისულელეებს, არანაირი რევოლუცია არ იქნება და არანაირი დაპირისპირება არ იქნება. თუ კი ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და გუშინაც თქვი და დღესაც გავიმაბა, გაბედონ და რამე კანონსაწინააღმდეგო გააკეთა. მცდელობა და ჩვენ გვესმის ამისი პირდაპირ ხმამაღალი მოწოდებები, პირდაპირ წასვლა სისხლის სამართლის დანაშაულზე, ამ დანაშაულში მოწოდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ხო, რაღაცას დაანონსებენ, მუხტს აწევენ და შემდეგ გაეცლებიან, დაიმალებიან და ჩვეულებრივ მოსახლეობას შეატოვებენ ხოლმე დაპირისპირების კერაზე და დაპირისპირების ადგილას. ალბათ იგივე სცენარს ვიხილავთ დღეს ნაციონალური მოძრაობისთვის, რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი, არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ეს ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ, ამიტომ აქ პროგნოზების გაკეთება ძალიან მარტივია ყველასთვის, ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არაერთხელ გვითქვავს, ემზადებიან პირიქით არჩევნების ჩასაშლელად, თუმცა კიდევ ერთხელ მოვა ის 4 ოქტომბერი, ისევე როგორც სხვა თარიღები მათ დაანონსებული მოვიდა და შვიდად გადაიარა, ასევე გააგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას 4 ოქტომბრის შემდგომ. თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. მერებსა და საკრებულოების წარმომადგენლებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ, რაც შეეხება ოპოზიციას ორად არის გაყოფილი. ნაწილი ემზადება არჩევნებისთვის, საუბარია გახარიასა და ძლიერ საქართველოზე. ნაციონალური მოძრაობა და სხვა ბოიკოტში მყოფი პარტიები კი ამბობენ, რომ 4 ოქტომბერი იქნება ერთგვარად და ისმის ღია მოწოდებები დამხობასთან და რევოლუციასთან დაკავშირებით, თუმცა მეორე ფლანგი ნაციონალური მოძრაობის ამ მოწოდებებს, როგორც ცნობილია, არ იზიარებს. მადლობა ანუკა ბუავა საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
აღიარებად აფასებს ქართული ოცნება სოფო ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქართული ოცნება ყოფილი თანაგუნდელებისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს. მართლ პარტიაში დღეს ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებები გაიხსენეს, რომელიც ეხებოდა ხაბეიშვილის ფსევდონიმ ანიტას, მის გარიგებას ყოფილ მაღალჩინოსნებთან და დაფინანსებას კორუფციაში ეჭვმიტანილი კონკრეტული წყაროდან. უმრავლესობის განცხადებით ჯაფარიძის კომენტარით დადასტურდა, რომ ეს ინფორმაცია სოფო ჯაფარიძესაც აქვს და ისინი ქვეყნის წინააღმდეგ ახალ გეგმას ამუშავებენ, რასაც მმართველი გუნდი არ დაუშვებს. რასაც ცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში, ლიკა ალილიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ლიკა. დიახ, დავიწყებ ნაციონალური მოძრაობით. სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა გააკეთა ერთ-ერთი მედიის ეთერში კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ 4 ოქტომბერს ქართული ოცნება ყოფილი თანაგუნდელებისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს, თუმცა ვინ არიან ეს ყოფილი თანაგუნდელები ხელისუფლებისა, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი სოფო ჯაფარიძეს აღარ გაუკეთებია და სახელები და გვარები არ დაუკონკრეტებია. დღეს კი მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ლევან ბეჟაშვილს მოუწია განმარტების გაკეთება სოფო ჯაფარიძის ამ კომენტართან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ბეჟაშვილიც ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ყოფილი თანაგუნდელების ნაწილთან მათ კომუნიკაცია ნამდვილად აქვთ და 4 ოქტომბერს უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი მისი თქმით. ბახიძე და ქართული ოცნება კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან. ყველაფერს ვერ ვისაუბრებ, ცხადია, მაგრამ ძალიან მალე ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ სწორედ მათგან. ინფორმაცია, რომელიც ოპოზიციამ, ლევან ხაბეიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გააჟღერეს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, ყველა პროგნოზი გამართლდა. ინფორმაციები მოდის და ეს ინფორმაციები გვაქვს და მერწმუნეთ, კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებს საზოგადოება უახლოესი კვირეების განმავლობაში. მმართველი გუნდი კი სოფო ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აღიარებად აფასებს, ასევე ქართულ ოცნებაში აქვთ გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ინფორმაცია სოფო ჯაფარიძემ მიიღო ლევან ხაბეიშვილისგან, რომელზეც არაერთხელ ისაუბრა უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს ხაბეიშვილის შესახებ და მისი ფსევდონიმის შესახებ და ასევე კომუნიკაციაზე ქართული ოცნების ყოფილ წევრებთან დაკავშირებით. პარალელურად მმართველ გუნდში მიუთითებენ კანონის მნიშვნელობაზე, სახელმწიფო ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ამზადებს ახალ გეგმებს, თუმცა ამას მმართველი გუნდი არ დაუშვებს. ასეთ ადამიანებზე საუბარი უხრერხულათაც კი მიმაჩნია გუნდიდან გაგდებულებზე, რომლებიც მერე თანხებს ხარჯავენ და 1000 საქმიანობას ეწევიან საქართველოს საწინააღმდეგოდ და არა მხოლოდ გუნდის საწინააღმდეგოდ. ამაზე ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აღარ გავიმეორებ იმ მეტსახელს, რა მეტსახელითაც იღებდა ის ჰონორარს ხაბეიშვილი ამ ღალატის აქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელია, იმიტომ რომ ეს ადამიანები გუნდიდან იმიტომაც გაუშვეს და იმიტომაც გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ. არ ეწეოდნენ სწორი მიმართულებით თავის საქმიანობას და რა თქმა უნდა, ისინი ამას აგრძელებენ. მაგრამ ერთი რამე მინდა თქვა, რომ ისინი და ბევრი სხვაც ეთყობა ვერ ხვდება, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებები ასე ადვილად უკვე აღარ ჩაივლის. ისინი ყველანი მხილებულები იქნებიან უცხოეთთან ისეთ კავშირებზე, რომელიც აზიანებს ძალიან საქართველოს და მის ინტერესებს. ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ, ისინი უნდა ელოდონ, რომ ისინი მხილებულები იქნებიან. სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედება ვინც განახორციელება, მას ბრალს წაუყენებენ კანონით დადგენილი წესით. როდესაც ასეთ ოპერაციას ატარებდა, მასში შენი მოწინააღმდეგის ვირთხები მონაწილეობენ, ვიდრე ამ ფაქტის წინაშე არ დააყენებ, მანამდე არ უნდა ილაპარაკო. მაგრამ ეთყობა ენა უსწრებს ზოგიერთი გონებას. ასეულობით მილიონი დაიხარჯა იმისთვის, რომ შექმნილიყო ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს არის ამ რადიკალი აკაცუკების სახით წარმოდგენილი. შესაბამისად, ხა სოფო ჯაფარიძე ან სოფო ჯაფარიძის ნაირი მაგვარი ტიპი რა სიტყვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სოფო ჯაფარიძემ 4 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გუშინ ისაუბრა. მადლობა, ლიკა ალელიშვილი იყო კურიერის ეთერში.
რატომ არ მოითხოვეს სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელში არასამთავრობოებმა დროებითი ღონისძიების გამოყენება და ფარას კანონის შეჩერება. მართლ გუნდში საჩივრის ავტორების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. 6 ორგანიზაციის თანაავტორობით ფარას და სხვა კანონების წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნა. მათი ინფორმაციით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საჩივარი უკვე დაარეგისტრირა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არასამთავრობოები კანონის შეჩერებას არ ითხოვენ, რადგან წინასწარვე იციან, რომ პასუხი უარი იქნება. ქართულ ოცნებაში დღეს სტრასბურგში გაგზავნილი ის საჩივარიც გაიხსენეს, რომელიც გამჭვირვალობის კანონს ეხებოდა და სადაც ასევე არ იყო მოთხოვნა მის შეჩერებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგად იციან რა იყო იგივე ამ კანონმდებლობის არსი, ასევე ძალიან კარგად იციან სტრასბურგის სასამართლოს პროცედურები და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ის დრამა, რაც საქართველოში მოაწყეს, ეს რო გადაეტანეს სტრასბურგის სასამართლოში, ისინი სრულიად სამართლებრივ კრახს განიცდიდნენ და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც არ მოითხოვეს დროებითი ღონისძიებების სასამართლოსგან და გადაწყვიტეს, რომ არსებით განხილვაში გადასულიყო, რომელიც შეიძლება თვეების განმავლობაში ან უფრო მეტი გაიწელოს. ჩვენ სტრასბურგის სამართლოს გამოცდილების გათვალისწინებით ხედავთ ერთ ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ქართული სასამართლოები იყვნენ სწორი, როდესაც იღებდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და ძალიან უმრავლეს შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება იყო ასევე სწორი, როდესაც იღებდა შესაბამის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს. ოფიციალური თბილისის ევთოოდირის პასუხს ელოდება სადამკვირვებლო მისიას 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მიწმოწვევა 2 დღის წინ გაეგზავნა. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ უნდა დარჩეს. მისიას კი ხელისუფლება ყველა პირობას შეუქმნის. წინა არჩევნების შემდეგ ევთოოდირზე და მის დასკვნაზე გარეთ შიდა ძალების მხრიდან განხორციელებული დარტყმების შემდეგ უმრავლესობა ამჯერად კიდევ უფრო მძიმე ზეწოლას ელოდება, თუმცა ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ევთოოდირი საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში, ნაწილი ევთოოდირს ისევ აკრიტიკებს. მხარების პოზიციებს კეთი ზანთარაია გაგოცნობს, კეთი ეთერში ხარ. სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არის. პარტიები, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციის პროფესიული დამოკიდებულებიდან გამომდინარე და მათი ზოგადად პოზიციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ ისინი ესწრებოდნენ 4 ოქტომბრის არჩევნებს და აკვირდებოდნენ თვითმმართველობის არჩევნებს. თუმცა ერთადერთი საკითხი, რაშიც ოპოზიცია თანხმდება, ეს არის, რომ შესაძლოა დაგვიანებული იყოს ეს შეთავაზება და ამ სადამკვირვებლო მისიის მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მაგალითად, განსხვავებული არის დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის ამ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ უნდა გაგრძელდეს. მათი სურვილი არის, რომ გაგრძელდეს პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ თანამშრომლობდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან. ფაქტია, რომ ეს მოწვევა, ოდირის მოწვევა ვითომ არჩევნებზე დასაკვირვებლად არის დაგვიანებულიც. ეს მოწვევა არის მოწვევისთვის ჩვენი მოლოდინი ევთოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის სალსახა და ერთმნიშვნელოვანი რომ და მოთხოვნაც რომ არათანამშრომლობის რეჟიმი ქართული ოცნების ხელისუფლებასთან უნდა გაგრძელდეს ყველა დონეზე. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს. როგორ მოხდება ეს ევთოოდირის ინტეგრაცია ამ არჩევნებზე, როგორ ჩამოვლენ, იქნება თუ არა მისია სრული, ამ მცირე დროში შეძლებენ თუ არა ისინი სრულყოფილ მონაწილეობას. იცით, რომ ევთოოდირი ეს არის უმნიშვნელოვანესი აქტორი არჩევნების კონტექსტში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ისინი მონაწილეობენ. იმ შემთხვევაში, თუ ევთოოდირი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მათ მიერ გამოტანილი დასკვნები. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, შეთავაზება უკვე გაკეთებული არის და ისინი ელოდებიან ახლა პასუხს ევთოოდირის მხრიდან, შეძლებენ თუ არა ისინი და ექნება თუ არა 4 ოქტომბრის არჩევნებს სწორედ ევთოოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა საბოლოოდ. რაც შეეხება ზოგადად პოზიციას, სახელისუფლებო გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ არ არის სტანდარტული პრაქტიკა, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებს ევთოოდირი აკვირდება, თუმცა მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაესვას წერტილი სპეკულაციებს მათი ოპონენტების მხრიდან და კიდევ ერთხელ მოხდეს ოპოზიციის სრული ლუსტრაცია.
წარმოუდგენელი ზეწოლა, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ამ აგენტების მხრიდან, ზოგადად ქვეყნის გარეთ, საიდანაც იმართებოდა ეს პროცესები, ეუთოოდირის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს პირიქით მოგვიწოდებდნენ ჩვენ რომ ეუთოოდირი მოგვეწვია და ჩამოყალიბდნენ რა უნდათ ზოგადად. დღეს როდესაც ვამბობთ რომ ეუთოოდირი, რადგან პრემიერმა ისაუბრა, გამოვიდა, ძალიან ვრცელი განცხადება გააკეთა, შეფასება გააკეთა წარსულის არსებული მდგომარეობის, დღეს ხედავთ რა განცხადებები კეთდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვაკვირდები რა გასულ თვეების განმავლობაში იმ აღვირახსნილ კამპანიას ეუთოოდირის წინააღმდეგ, როგორ ეძახდნენ მათ კრიმინალებს, როგორ ძირს უთხრიდნენ ეუთოოდირის დასკვნას, მათ სანდოობას, მათ პროფესიონალიზმს. ამის გათვალისწინებით მე სიმართლე გითხრათ, არ მაქვს რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი, რომ დრომც ჩამოვიდეს ეუთოოდირი ეს აი მე განსაკუთრებული შეცვლის ოპონენტების წარმოსდგენაში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნებზე ეუთოოდირი იქნება თუ არ იქნება, ამით არ წყდება საქართველოს დემოკრატია. დემოკრატია შემდგარია საქართველოში, მაგრამ მაინც თუ ვინმე თავისი აზრი არ აქვს, არ შეუძლია, ვერ შეუძლია თავისი აზრი ჩამოიყალიბოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, გამოხატა თუ არა მოსახლეობამ საკუთარი აზრი, თავისუფლად მათთვის, აგერ ეს ამ საკითხსაც დავისვათ წერტილი, დაესრონ, ნახონ, შეაფასონ და მათთვის, ვისაც არ აქვს თავისი აზრი და არ შეუძლია ორი წერტილი ერთმანეთს დააკავშიროს, პოლიტიკურ ოპონენტებზე მაქვს საუბარი, ნახონ რას დადებენ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეთავაზება უკვე მიღებული აქვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ისინი ელოდებიან და ყველა პირობას შეუქმნიან ეუთოოდირს იმისთვის, რომ ეს სადამკვირვებლო მისია დააკვირდეს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველოს 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ინდექსი მსოფლიოს 213 ქვეყნის და ტერიტორიის შეფასებას მოიცავს. ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობამ შეფასების 100%-იანი სისტემით ახალი ისტორიული მაქსიმუმი. 77.8% მიიღო და 50 საუკეთესოს შორის მოხვდა. მთავრობის ეფექტიანობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. რაც შეეხება მთავრობის ეფექტიანობის შეფასების წლიურ პროგრესს, საქართველოს შეფასება ერთ წელში 5.2%-ით გაუმჯობესდა. ქვეყანა პროგრესის ამ ტემპით ევროპაში მესამე ადგილზეა. მორგწერილს ავრცელებს ზაზა შათირიშვილი. ფილოსოფოსი საუბრობს გერმანიაში წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალებაზე, რომელთაგან 7 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის საარჩევნო სიისწევრი იყო. ამ დონის და ტიპის საერთაშორისო სკანდალი უახლოეს წარსულში რთულად თუ გაგვახსენდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოუგნებელია, რომ Deep State-ის მიერ მართული საერთაშორისო მედია მომხდარს, ანუ არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წევრის მოულოდნელ გარდაცვალებას არაფრად აგდებს და რომ არა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, რომლის კონტროლის Deep State-ს ძალიან უჭირს, ამის შესახებ ალბათ ვერაფერს გავიგებდით, ნათქვამია წერილში. შათირიშვილის განცხადები დაუჯერებელია ისიც, რომ გერმანულმა სამართალდამცველებმა დანაშაული გამორიცხეს და განაცხადეს, რომ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით იყო გამოწვეული. დაუჯერებელია არა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა შედეგები მოხვებოდა ამ ამბავს ასეთი სკანდალი ნებისმიერ სხვა Deep State-ის მიერ ვერ არ მართულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო. რეალურად გერმანიაში მომხდარი ეს სკანდალი უნიკალური მაგალითია იმის, თუ რა ემართება Deep State-ის მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწყებს და აცნობიერებს, რომ მართული პოლიტიკოსების გარდა მათ ქვეყანაში მოიძებნებიან ლიდერები და პარტია, რომელიც საკუთარი სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის იბრძვის და ერთის მხრივ Deep State-ის, მეორეს მხრივ კი Deep State-ის მიერ სრულად კონტროლირება თანამემამულეებს უპირისპირდება. პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის თითქმის შეუძლებელი შეძლო და ამ უთანასწორო ბრძოლაში მოსახლეობის 20%-ზე მეტის მხარდაჭერა დაიმსახურა და პრაქტიკულად მთავარ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი, რადგან Deep State-ს გერმანიაში ყველა სტრუქტურაში თუ ზოგადად იდეოლოგიაში იმდენად ღრმად აქვს ფესვი გადგმული, რომ
ქვეყანაში ყველაფერს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა განაგებს. ალტერნატივამ გერმანიისთვის ეს მოახერხა იმ გერმანიაში, რომელსაც როგორც ხედავთ, სუვერენიტეტი სრულად აქვს დაკარგული, სადაც ადამიანები რისკავენ სამუშაო ადგილებს თუ ღიად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს გენდერული იდეოლოგიის ან მასობრივი მიგრაციის საკითხებზე. ანუ თუ კი იტყვი, რომ ტრადიციული ოჯახის მომხრე ხარ, ან თუ მასობრივ მიგრაციას ეწინააღმდეგები, სამუშაოს დაკარგავ. ალტერნატივა გერმანიისთვის, რომ რეალურად იბრძოდა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ამას თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი გავაფიქრებინებს, რომ Deep State-ის მიერ მართულმა გერმანიის ისტებლიშმენტმა ეს პარტია მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი აკრძალვა სცადა. როგორც ჩანს, მათთან მიმართებაში Deep State-მა ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი, მოსყიდვა, გადაბირება და საკუთარ აგენტად ქცევა, რითაც იმართება კიდეც გერმანიის დღევანდელი ხელმძღვანელობა. შესაბამისად, არც მოსყიდვა და ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, სხვა მეთოდს მიაგნეს და პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი. სხვაგვარად დაუჯერებელია, რომ პარტიას, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა დაიმსახურა და ხალხს ის სავალალო მდგომარეობა დაანახა, რაშიც გერმანია სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგად აღმოჩნდა, ამდენი ლიდერი სწორედ არჩევნების წინ ლამის ყოველ მეორე დღეს უკვდება. ამ ყველაფერზე კი სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ საეჭვო არაფერია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ცხადზე ცხადია, რომ წინა საარჩევნო პერიოდში გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალებას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვება და რომც მოჰყვეს, გერმანია მათ შორის საკუთარი სამართალდამცავი უწყებებით იმდენად აქტიურად იმართება გარედან, რომ იმასაც არ დაადგენენ ეს ხალხი, რისგან გარდაიცვალა რეალურად. გამოძიება, რომ წარიმართოს მის სანდოობაზე სერიოზულად მსჯელობა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, მივიღეთ სურათი, რომ ამ დაუნდობელი ნაბიჯით Deep State-ი სიკვდილის ჩანერგვას, შიშს იმ პოლიტიკოსებსა და პარტიებში, რომლებიც ვერ მოისყიდა, საკუთარ აგენტებად ვერ აქცია და გარკვეულწილად ადამიანების სიცოცხლის ფასად მაინც მიაღწევს სასურველს. და მიუხედავად ამისა, თუ კი გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდებიან, ალტერნატივას გერმანიისთვის უბრალოდ აკრძალავენ, რისი რესურსიც ახლა უკვე ნამდვილად აქვთ. ამ ფონზე გერმანელი ხალხის ჩიხშია შესული, გონს კი მოვიდნენ საკუთარ ფავორიტებად გერმანიის პატრიოტები აირჩიეს, მაგრამ უკვე გვიანია, რადგან ამ პატრიოტულ პარტიებს გერმანიის მართვის სადავეებს აღარავინ დაუთმობს. იმდენად დიდია Deep State-ის როლი და მისი აგენტურის გავლენა ამ ქვეყანაში. გერმანიის მაგალითი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც სუვერენიტეტი დაკარგული გაქვს და გარედან გაკონტროლებენ. სწორედ ასე სავალალოდ გამოიყურება დღეს სუვერენიტეტ დაკარგული ქვეყანა, ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, უმაღლესი კულტურის, მათ შორის შრომის კულტურის მქონე გერმანია, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად Deep State-მა საკუთარი აგენტურის ხელით ენერგეტიკა დაუნგრია, როდესაც ატომური ელექტროსადგურები დაახურინა, შემდეგ რუსული, იაფი ენერგიის წყაროები ჩაუკეტა და ახლა მათთან აომებს. ამ ყველაფრის შედეგი უკვე სახეზია. ერთდროს ეკონომიკურად ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების სამეულში შედიოდა, მესამე წელია რეცესიაშია და სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება. ასეთია სამწუხარო რეალობა გერმანიისა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. გამოსავალი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა. ერთადერთი ალბათ საერთო სახალხო ამბოხების იმედად თუ იქნებიან, თუმცა ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გერმანიის შემთხვევა პასუხია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე აქცენტირება ღიმილის მომგვრელია. რეალურად გერმანიაში დღეს არსებული სავალალო ვითარება საუკეთესო გაფრთხილებაა ყველასთვის, თუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ და გაუფრთხილდეთ სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად. ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმში ორმა პირმა გამლელებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი, დაჭრილია 15. რამდენიმე მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციამ თავდამსხმელები ადგილზევე მოკლა. ორი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას დონეცკის ოლქში არიან დაშავებულები. დარტყმა იყო ხარკოვის ოლქსაც, სადაც დაზიანებულია სახლები. დაშავებულია 6 წლის ბავშვი. შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინთან რამდენიმე დღეში ისაუბრებს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მეორე ეტაპისთვის მზად არის. პუტინთან მოლაპარაკებებზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტიც. ზელენსკი აცხადებს, რომ ალესკის სამიტმა რუსეთის პრეზიდენტს მიცა ის, რაც მას სურდა, რაც სამწუხაროა. ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიზანი უკრაინაში ომის მხარდაჭერაა. უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ გაერთიანება უკრაინის უსაფრთხოების საკითხზე კოჭლი იხვივით იქცევა, რადგან მოლაპარაკებები ამ თემაზე არა შტატებთან, არამედ რუსეთთან უნდა მიმდინარეობდეს.
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით მომხმარებელმა უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს. 73,000-მდე ევრო მას ბრალდებულმა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე გადაარიცხინა და თანხა მიითვისა. გამოძიებით დგინდება, რომ მომხმარებელმა უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს. სპ მომსახურების თითქოს და გაწევის მიზნით გადმოსარიცხი თანხა 72,800 ევრო მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნიდან მიიღო გადაცემული თანხის ექვივალენტი ვირტუალური აქტივი და მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადაცემის ნაცვლად უკანონოდ დაეუფლა მას. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვე პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე პოლიციამ მარნეულში აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა წითელ ხიდთან მდებარე ვალუტის გადამცველ ჯიხურში ყალბი 500 ევროიანი 7 კუპიურა გაასაღეს. ყალბი ფული ამოღებულია. საქართველოში პირველად მილანის საფეხბურთო ბანაკი მილან ჯუნიორ კამპი გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში ქართველი მოზარდები კლუბის ოფიციალური პროგრამით ივარჯიშებენ. პროექტი ითვალისწინებს გუნდურ აქტივობებს, ასევე სამუშაო შეხვედრებს ქართველი მწვრთნელებისთვის. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ყოფილი კლუბი ჩამოდის ჩემს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს თბილისში და პატარებს მიეცემათ შესაძლებლობა რომ ერთი კვირის განმავლობაში ივარჯიშონ და გაიარონ მილანის სკოლა, გაიარონ ის ვარჯიშები და თეორია, რაც მილანისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ზოგადად აკადემია გაიხსნება თბილისში. ეს პირველი შესაძლებლობა არის საფეხბურთო ბანაკის მოწყობის და ეს იდეა დაიბადა გასულ წელს, როდესაც ლეგენდების მატჩი მილანის მონაწილეობით გაიმართა აქ საქართველოში და ვფიქრობ, აკადემიის გახსნის შესაძლებლობაც იქნება, რომ ამით ისარგებლონ ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა. თბილისში ყოფნით და საქართველოს ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის ამ ბანაკის ორგანიზებით მოხარულები ვართ. გვჯერა, რომ სემინარის მოდელი, რომელსაც ვატარებთ, მსოფლიოს უნდა გავაცნოთ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული ღონისძიებაა. საქართველოში მილანის ტრენინგის დანერგვით ვცდილობთ ფეხბურთის სფეროს მხარი დაუჭიროთ. პირველად საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალშია. ჩვენმა გუნდმა ისტორიული შედეგი დადო ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 10 გოლიანი სხვაობით ანგარიშით 80-70 დაამარცხა. შემდეგი შეხვედრა უკვე მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებთან გაიმართება. მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. ძალიან გვიხარია, რომ ისტორია დავწერეთ, მაგრამ დღეს საღამოდან უკვე მობილიზებას დავიწყებთ ფინეთის მოამზადებით ფინეთის თამაშის თვის. ერთი რაც მინდა დავამატო, რომ ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდელებით, ჩემი მწვრთნელებით, სტაფით, ექიმებით, ყველა იმ ხალხს მინდა გადაუხადო მადლობა, ვინც ამ ხელაგზაზე ჩამოვიდა საგულშემატკივროდ და დღეს ერთი წამით არ გაჩერებულან და არ ჩვენთვის არ მოუციათ მოდუნების საშუალება. იგზნობოდა თითქოს სახში თამაშობდით თბილისში და ყველა იმ მაყურებელს, ვინც მოახერხა ჩამოსვლა და შორიდან გვადევნებდა თვალყურს და ყოველთვის გვერდში გვიდგა საგებული თუ მოგებული თამაშის შემდეგ. კალათბურთის შემდეგ ფეხბურთი და ქართველი სპორტსმენების 2 მნიშვნელოვანი მოგება ერთ დღეში. ის შემდეგ მიხელ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე ფეხბურთელებს შეხვდნენ, მათ გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. საქართველოს ხეიბო კალათბურთელებმა მაგრა გამოახადეს, მაგარი თამაში მოიგეს საფრანგეთთან და ისტორიული შედეგი დადგეს. დაამტკიცეთ ისე, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ხართ, მაგარი გუნდი ხართ და ყველასთვის ახართ ანგარიშ გასაცემი ძალა. დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს ამ თავდადებისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ და დღეს იყო საქართველოს დღე. მთელი საქართველო ხედავთ რა ხდებოდა ტრიბუნებზე და კიდევ ერთხელ იცოდეთ, რომ მთელი საქართველო თქვენ გვერდით დგას, სადაც არ უნდა იყოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ყველა გახარებულია ძალიან და კალათბურთელებსაც მინდა მიულოცო და თქვენ მადლობა მინდა გადაგეთქვათ და თავარია მსოფლიოს ზონა გავიდეთ, თავარია მომენტობა და ყველაფრის შესაძლებლობა. ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ 2 დღეში მოახერხეს ძალების აღდგენაც, ზუსტად გაიაზრეს თუ რა იყო სამწუთენო შტაბის დავალება
და ძალიან კარგად დასრულდა ჩვენ სასარგებლოდ, თუმცა გამოვყოფ გიო მამარდაშვილი რო არ ყოფილიყო ესეთი დონის მეკარე რო არ ყავდეს პირველ წუთზე კაცმა არ იცის კიდე რა მოხდებოდა, იმიტომ რომ 99% გოლი აიღო, ესე რომ ვთქვათ და მან თამაში სრულად შემოატრიალა. კაშოს გარეშე ვითამაშეთ, პირველად ვითამაშე მგონი კაშოს გარეშე ნაკრებში. რა თქმა უნდა მისი გამოცდილება როცა გაკლია, უკან ლიდერი გჭირდება და მაგრამ ჩემი აზრით ბიჭებმა კარგად გაართვეს თავი. ახალი თაობის ლიდერი ყავდა დღეს მოინაზე კვარა სახით და ერთ-ერთი მართლაც კარგი ლიდერია კვარა. ჩემი აზრით ძალიან კარგი ფეხბურთი გვაჩვენეთ, რაც თავგეგმეთ ჩვენს ყველაფერი გამოგვივიდა და ძალიან ბედნიერები ვართ. რაც შეეხება დღის დაგვირგვინებას, ალბათ უცბად რომ დავინახე იქ საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში მოიგეს, აი ესე ვიყავი, ბიჭებს ვეკითხებოდი მართალი იყო თუ არა და რა ვიცი, აქედან მივულოცავ მათ, ძალიან გაგვახარეს და იმედია კიდევ წინ გავიდე. პრემიერმა სპორტსმენებს წარმატება დღეს მთავრობის ხდომაზეც მიილოცა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კალათბურთელებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს. ნაკრები 3 მილიონს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის. მე მინდა მიულოცო ჩვენ სპორტსმენებს გუშინდელი გამარჯვებები, ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა პირველ რიგში კალათბურთელებს მიულოცო ისტორიული წარმატება, პირველად ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხდა ჩვენი ეროვნული ნაკრები და მინდა თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადაუხადო. მადლობა შთამბეჭდავი წარმატებისთვის, კალათბურთის ფედერაციას მინდა გადაუხადო მადლობა, რა თქმა უნდა, თავდადების და შრომის გარეშე ასეთი შედეგები არ მოდის. ასე ფეხბურთელებს მინდა მიულოცო გუშინდელი გამარჯვება, შთამბეჭდავი გამარჯვება და მათაც მინდა წარმატებები უსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც. და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს. კულტურის განვითარების ფონდის მესმას პრეზენტაცია გაიმართება დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მესმა ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანიც კულტურის და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერაა. საქველმოქმედო ფონდი ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დაჯილდოების ცერემონიაც. სტიპენდიანტებს გადაეცემათ სახელოვნებო უნივერსიტეტების სტიპენდიები გადაეცემათ სახელოვნებო უნივერსიტეტების წარმატებულ სტუდენტებს. როცა ახალი ფონდი ფუძნდება, ალბათ მან უნდა ამტკიცოს, რომ აი რა შესაძლებლობები აქვს, რას უნდა ემსახუროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი ჩანაფიქრი, რომელიც ამ ფონდს აქვს, სწორედ დღეს სრულყოფილად იქნება გამოვლენილი და რაც მთავარი ეს ემსახურება ახალგაზრდებს, რომლებიც სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან და არა მარტო. ყველა თაობას, მაგრამ პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ხელშეწყობა, იმიტომ რომ ნამდვილად ჭირდებათ. ამ საქველმოქმედო ფონდს აქვს ძალიან კეთილშობილი საქმეები გასაკეთებელი, ასე რომ მე მათ გვერდით ვარ, უდგევარ მხარში, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდებს განათლებას ეხება განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში და ეს ერთ-ერთი რაღაც ცივილიზებული, ასე ვთქვათ, გზავნილია ჩვენი ქვეყნიდან, რომ ასეთი რამე შეიქმნა. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებათ ორამდე დროებით.